მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამგზავრებამდე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება და განიხილავს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას, ასევე პოლიტიკურ კრიზისს და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებს. Როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი განმარტავს, ახლა მნიშვნელოვანია სწორედ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის მეშვეობით საქართველოსდან ისმოდეს მოქალაქეების ხმა აქტიურად, იმ მოქალაქეების, რომლებიც უკვე 77 დღეზე მეტია იბრძვიან ქვეყნის დამოუკიდებელი ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესი ქართული ოცნების 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად შეჩერდა. დღეს არაერთი შეხვედრა გამართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა და კიდევ ერთი შეხვედრა უკვე ამ წუთებში არის დაწყებული საჯარო მოხელეებთან, მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც, როგორც ისინი აცხადებენ, გაათავისუფლეს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო და მათ შორის ღიად პროევროპული პოზიციის დაფიქსირების გამო. ნაწილი კი, ვინც აქ შეიკრიბა და სალომე ზურაბიშვილს ამ წუთებში ხვდება, აცხადებს, რომ მათი გათავისუფლების ისინი ელოდებიან შესაბამისი უწყებებისგან ზარს და შეტყობინებას იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში მათ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლებენ. აქ შეკრიბილებს შორის არიან ისეთი პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ არაერთი წელია მუშაობენ საჯარო სამსახურში და მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ გასული წლის ბოლოს მიიღეს, არის ქვეყნისთვის დამღუპველი და ევროინტეგრაციისგან და ზოგადად ცივილური სამყაროსგან ქვეყანას დააშორებს. დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურიდან გაანთავისუფლეს, საჯარო მოსამსახურეები, ერთად დავждეთ, ვისაუბროთ ამ საკითხებზე, იმ პრობლემატიკაზე, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე და საჯარო სამსახურში, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ევროინტეგრაციის პროცესს განუხრელი მხარდაჭერა გამოუცხადეს ჯერ კიდევ იმ ნოემბრის ბოლო დღეებში, თუმცა მანამდეც აქტიურად გამოხატავდნენ მათ სამოქალაქო პოზიციას, იქნებოდა ეს გამოსვლები და სამუშაოს შემდგომ ღია დაფიქსირებდნენ, მათ შორის რუსთაველის გამზირზეც მათ პოზიციას და წლების განმავლობაში გრძელდებოდა. უბრალოდ დღესდღეობით ჩვენ მივედით იმ კონდიციამდე, რომ გვიწევს ერთად კონსოლიდირება, ერთ ორგანიზმად, ერთ ჯგუფად. ჩემს მიმართ დაიწყო დეკემბრის თვეში აქტიურად რეპრესიები ჩემი ხელმძღვანელობის მიერ და დეკემბრის ბოლოს 31 დეკემბერს მაცნეს, რომ გათავისუფლებული ვიქნებოდი ერთი თვის შემდეგ სამსახურიდან. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ჩემს ღიად გამოხატულ პოზიციას. ვფიქრობ, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ ყოფილმა თუ შეიძლება ამჟამად დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა, უნდა გავაჟღეროთ ჩვენი ხმა, ჩვენი იმედები, რომ რაიმე შეიცვლება მის მიერ. ზუსტად მე ვიცი, რომ ქალბატონი სალომე მიდის მიუნხენში უახლოეს დროს და უახლოეს მომავალში და ზუსტად ეს იქნება გარკვეულწილად აი ჯგუფების, რომელსაც შეხვდა ქალბატონი სალომე მიერ გაჟღერებული აქტიური საკითხები, რომ რა ხდება რეალურად საქართველოში და რა გვინდა რომ შეიცვალოს. სადაც შეიქმნა კარგი ტენდენცია, რომ სწორედ ესეთი ერთიანობით, ერთიანი სულისკვეთებით და ერთი მიზნისკენ მიმავალ გზაზე შევძლებთ ცვლილებების შეტანას. თუნდაც ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახური წლების განმავლობაში დუმდა მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით და მართალია საჯარო მოსამსახურეები ინდივიდუალურად სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოხატავდნენ თავის პოზიციებს, ისიც გარკვეული შეზღუდვებით. დღეს შეიქმნა ბირთვი, რომელსაც არ ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების და იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას, იმიტომ რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, მიუხედავად იმისა, თუ სად არის ის დასაქმებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოხდება ერთიანობით. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბუნებრივია თითოეული შეხვედრის დასრულების შემდგომ გააკეთა განცხადება მედიასთან, მათ შორის ჩვენ მოვისმენთ მისი განცხადება უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობისას. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განმარტებით შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც დაეხმარება აქციებისას დაკავებულთა და ამჟამად პატიმრობაში მყოფ ოჯახის წევრებს, ასევე
აქციების ფარგლებში დაჯარიმებულებს და გაფართოვდება ამ ფონდის ერთგვარი საქმიანობა, ესე შეიძლება ითქვას და მოხმარდება ასევე იმ საჯარო მოხელეების ფინანსურ უზრუნველყოფას, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციების განმავლობაში თავიანთი პოზიციის დაფიქსირების გამო, როგორც ისინი აცხადებენ, გაათავისუფლეს სამსახურებიდან, ნაწილი მოქმედი უწყებებიდან გაათავისუფლეს, უწყებათა ნაწილი კი საერთოდ გაუქმდა ამ პროტესტის მიმდინარეობისას, მაგალითად არის პარლამენტის კვლევითი ცენტრი, რომელიც იანვარში სწორედ ქართული ოცნების გადაწყვეტილების თანახმად გაუქმდა და 21 თანამშრომელი დარჩა ფაქტობრივად დაუსაქმებელი. და მე ჩავდივარ ახლა მიუნხენში ამ დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც სწორედ მინდა წარმადგინო ეს საკითხი, თავისუფლების მებრძოლების ადამიანები და თუ რამდენად აქაური რეპრესიული სისტემა უკვე გადაიქცა რუსულ რეჟიმად და რა ფორმებით მოქმედებს იგი, მაგრამ ასევე მე მინდა გავამახვილო ყურადღება იქა იმაზე, რომ სიები არ უნდა იყოს შედგენილი სანქციების სიები მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ცნობილი და ვერტიკალის ზემოთ, თავისთავად ისინი არიან პირველი მიზნები ამ სანქციების, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა მიცოდეს, ყველა პოლიციელმა, რომელიც იძლევა ცრუჩვენებას, ყველა მოსამართლე, რომელიც კითხულობს თავის ტელეფონში, რა უნდა იკითხოს და რა უნდა გამოიტანოს განაჩენი, რომ ყოველი ასევე ტიტუშკა, რომელიც იქნება ამოცნობილი ან კრიმ პოლიციის წევრი, ყველა ვინც და ჩვენ ყველა ამაზე მუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტად იყვნენ სახელობით ამოცნობილი, ყველა ეს ადამიანები იქნებიან იმ სიაში, იქნებიან ჯერ ერთი დასჯილი პირველ რიგში საზოგადოების მიერ, როცა მათი ვინაობა იქნება ყველასთვის ცნობილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ თუ საზოგადოება არსებობს, შენ გინდა რომ იმ საზოგადოებაში დღეს თუ არახვალ იარსებო, იცხოვრო და ეს თქვათ ნიშანი, რაც დაგედება ის შავი წერტილი, შეიძლება მთელი ცხოვრება ატარო ეს ნიშანი, მაგრამ ასევე სანქციების სია უნდა გაიზარდოს და ყველა მიცოდეს, რომ არავინ არ დარჩება დაუსჯელი, როცა მიდის თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ და მზად არის იმისთვის, რომ თვითონ ჩაიდინოს ასეთი დანაშაული. დღესვე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა ეკონომისტებთან და ბიზნესმენებთან, იმ დარგის ექსპერტებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დღეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის ფონზე შესაძლოა აღმოჩნდეს ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და პრინციპში, როგორც ექსპერტებისგან და ეკონომისტებისგან მოვისმინეთ, მათი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ასეთია, უკვე დაეტყო კონკრეტულ ეკონომიკურ პარამეტრებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, მაგალითად ისინი ასახელებენ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ტურიზმის სექტორის ნაკლებად მომგებიანობას და ასევე ინფლაციის დონის ზრდას და ფასთა დონის ცვლილებას. მათივე შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება არ დანიშნავს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს იმ პირებს, რომლებიც დააკავეს საპროტესტო აქციების განმავლობაში, ანუ არ შესრულდება აქციის მონაწილეების ორი ძირითადი მოთხოვნა, მაშინ ქვეყანა სერიოზული იზოლაციის წინაშე აღმოჩნდება და კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დღესვე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრებს, როგორც მოისმინეთ მის ასევე განცხადებაში, ის მიიჩნევს, რომ ამ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებიან, არ უნდა ეწოდოთ არც პოლიტიკური პატიმრები და არც რეჟიმის ტყვეები, ან თუნდაც სინდისის პატიმრები, რაც არის ტერმინოლოგია, რომელიც დამკვიდრდა ამ საპროტესტო აქციების განმავლობაში, არამედ ისინი არიან, როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები. მე ასევე შეგახსენებთ, რომ გასული დღეების განმავლობაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეხვდა არაერთი სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, იმ პირებს, ყველა იმ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არის საფრთხეში და მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კვლავ შეუფერხებლად გაგრძელდეს. ასევე გეტყვით, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14 თებერვალს დაიწყება.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ოფიციალურად არ არის მოწვეული ამ ღონისძიებაზე და საქართველოსთან იქ იქნება წარდგენილი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სწორედ ეს პლატფორმა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დასავლელმა ლიდერებმა შეიტყვონ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და უფრო ხმამაღლა ისმოდეს ქართველი ერისხმა, რომელიც უკვე 70 დღეზე მეტია იმყოფება რუსთაველის გამზირზე და ამ ქუჩიდან აპროტესტებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას, ასევე საქართველოსთან ოპოზიციიდან უკვე გაემგზავრა გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასაწყებად პარტიის გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია, რომელიც ასევე მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიებში. ჯერჯერობით ქართული ოცნების მხრიდან და მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან კონკრეტული განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ არ არის წარმოდგენილი სამთავრობო დელეგაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ისე როგორც ის არ იყო წარმოდგენილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ამის შესახებ ინფორმაცია არც მედიას გვაქვს და არც საზოგადოებას.